ჯონ ბევირი. გაამრავლე ღვთისგან ბოძებული პოტენციალი. თავი მე-15. ცხებული. ბოლო მადლიერების დღესასწაულზე ჩვენი ოჯახის სასადილო ოთახის მაგიდის ირგვლივ იჯდა. ლიზამ შესანიშნავი სუფრა მოამზადა. ყველანი ვტყბებოდით მისი შედეგებით და ერთმანეთის საზოგადოებით ვხარობდით. ვიგრძენი, რომ მე როგორც მამამ რაღაც უნდა მეთქვა ოჯახისა და დღესასწაულზე შემოერთებული ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრისთვის. შინაგანი ლოცვის შემდეგ ჩემს გულამდე ღვთის სიტყვა მოვიდა. მეგობრებო, უკვე 60 წლის ვარ და არაერთ გზის ვიგზენი, რომ მამის ფუნქცია გარკვეული სიბრძნის გაზიარების პასუხისმგებლობას მაკისრებს. თუ დაინტერესდებით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მედალიზას გაგვეკეთებია ღმერთთან ერთად სიარულის 40 წლის განმავლობაში, ეს იქნება დარჩით თანმიმდევრულები. წლების მანძილზე უამრავი შემთხვევა გქონდა, როცა მზად ვიყავით ასე ვთქვათ ფარხმალი დაგვეყარა. ასევე ბევრჯერ მდგარ ვართ წუნების წინაშე, რომ ჭეშმარიტებასთან კომპრომისზე წავსულიყავით პირადი მოგების, წინსვლის ან თავსდამტყდარი განსაცდელი სასარიდებლად, მაგრამ ჭეშმარიტება ჩვენს ღუზად ვაქციეთ და მას ვეჭიდებოდით ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო გარემოებები. იობმა განსაცდელში მეტად ბრძნული რამ განაცხადა. ეს იქნებოდა ჩემი ნუგეში და ულმობელ სატკივარში გავიხარებდი, რადგან არ უარ მიყვია წმიდის სიტყვები. იობის წიგნის მე-6 თავის მე-10 მუხლი. როცა შეცდომებს უშვებდი და ასეთი მრავლად იყო, სწრაფი ვიყავი მონანიებასა და პატიების თხოვნაში ღმერთთან და ადამიანებთან. ახლა უხვად ვხედავ ჭეშმარიტებისადმი გამუდმებული მორჩილების კურთხევას, რაც გამაოგნებელია. ღმერთი მეტისმეტად მოწყალე და კეთილია. ცხებულება. ჭეშმარიტებისადმი გამუდმებული მორჩილების ერთ-ერთი დიდი კურთხევა ცხებულება გახლავთ. ამის გასაგებად მივმართოთ დიდ ხელდასხმას დღეს, როცა მამა ღმერთმა იესო ცისა და მიწის მეფედ გამოაცხადა. შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად. ებრაელთა მიმართ წერილის პირველი თავის მე-9 მუხლი. ყურადღება მიაქციეთ სიტყვას ამიტომ, რადგან მას დიდი მნიშვნელობა აქვს საკვანძო ჭეშმარიტების გაგებაში. ორ რამეში იესოს სიმტკიცემ დიდი სარგებლობა მოიტანა და მისი მაგალითი ჩვენ სტანდარტად უნდა იქცეს. იესომ შეიყვარა სიმართლე. ეს გახლავთ ბერძნული სიტყვა დიკაიოსუნე და განიმარტება როგორც უმაღლესი ძალაუფლების მოთხოვნებისადმი შესაბამისობა. ამავდროულად მან შეიძულა ურჯულოება. უამრავ ქრისტიანს არ მოსწონს ურჯულოება, მაგრამ იესოს გული სხვაგვარად უძგერს. მას ძულსის. ბერძნული სიტყვა ანომია არსებითად ნიშნავს ღვთის ძალაუფლებისადმი დაუმორჩილებლობას. მას ძულს ყველაფერი, რაც ღვთის ძალაუფლებისგან მოშორებას უკავშირდება. პაუზა. იესოს მტკიცე მორჩილება სირთულეების მიუხედავად იყო მიზეზი, რის გამოც მასზე ცხებულება უფრო მეტად მოვიდა, ვიდრე თანამოზიარეებზე. რატომ ვასრულებ გამრავლების შესახებ წიგნს ცხებულებაზე საუბრით? პასუხი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანია. ცხებულება აღანთებს ღვთიბოძებულ უნარს, რომ მარადიული გამრავლება მოვიტანოთ. მას შეხედეთ როგორც თქვენი ნიჭის გამამდიდრებელს. ნება მომეცით ორი მოკლე მაგალითი მოვიყვანო. მომისმენია საოცარი ხმის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც აღფრთოვანებაში მოვყავდი, მაგრამ ნაკლებად დიდებული ხმებისთვისაც მომისმენია, რომლებმაც ჩემი გული ღრმად შეძრეს და მასში ცვლილება მოიტანეს. განსხვავება ცხებულებაში იყო. ასევე მომისმენია საფუძვლიანი შინაარსის მქონე ქადაგებებისთვის, თუმცა გაცილებით ნაკლებად აღსანიშნავმა სიტყვებმა ჩემს გულამდე ჩააღწია და ქცევის დონეზე შემცვალა. განსხვავება ცხებულებაში იყო. იგივე შედეგი ჭეშმარიტია ღვთისმსახურებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს მოწოდების სფეროს, იქნება ეს საჯარო სამსახური, ბიზნესი, ხელოვნება, განათლება თუ ნებისმიერი სხვა. მეფე დავითი ასეთ განცხადებას აკეთებს. მაგრამ შენ ამიმაღლებ რქას, რაც გარდამეტებული ძლიერებისა და დიდი მადლის ემბლემაა. ხარის რქასავით, ხასხასა ზეთით ვარ ცხებული. ფსალმუნი 92, მე-10 მუხლი. მისი სიტყვები ბევრ რამეს აცხადებს. ამ მუხლის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომენტარის გამოკვლევამ ცხადყო საერთო აზრი, რომ ყურადღება ექცევა არა ხარს, არამედ გაძლიერების იდეას. ცხებულებას სიხარული მოაქვს. ღმერთი მას ხასხასა ზეთს ან სიხარულს უწოდებს, რაც წმინდა წერილის თანახმად ჩვენი გაძლიერება გახლავთ. იღილეთ ნეემიას მე-8 თავის მე-10 მუხლი. არსებითად მეფსალმუნი აცხადებს, რომ ცხებულება ძლიერებას გვმატებს. იგი ამდიდრებს და აძლიერებს ნიჭებს ჩვენს ცხოვრებაში, რომ მარადიული ნაყოფი გამოვიღოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახლავთ ტალანტებისა და მინების იგავების ერთ-ერთი გამოუთქმელი, თამაშის წესების შემცვლელი ასპექტი. ორი გამამრავლებელი მსახურის შრომა ცხებულებით გამდიდრდა. სიტყვა გამოუთქმელს იმიტომ ვიყენებ, რომ ეს ჭეშმარიტება ზემო მოყვანილი მუხლებიდან იკვეთება. გამრავლების მისაღწევად მათთვის აუცილებელი იყო გამუდმებული მორჩილება და ბატონის მითითებების ურჩობის შეძულება, რაც მათი ნიჭების გამაუმჯობესებელ ცხებულებას მოიზიდავდა. დავითი ახსენებს ხასხასა ზეთს.
ცხებულება არ გახლავთ ერთჯერადი მოვლენა, არამედ კურთხევა, რომელიც მოდის და გრძელდება ღვთის გამუდმებული მორჩილების მაძიებელ ადამიანზე. მისი მიღება არ შეიძლება ერთ კონკრეტულ მომენტში და შემდეგ საჩუქრად მიიჩნევა. სამსონზე ცხებულება იყო, მაგრამ მისი სიხასხასე და სიახლე ვერ შეინარჩუნა. იგი კომპრომისზე წავიდა და ურჩობა გამოიჩინა. მან არ შეიძულა ურჯულოება. მას ეს რამდენჯერმე გაუვიდა, მაგრამ საბოლოოდ ცოდვის ხელში აღმოჩნდა. წმინდა წერილი აცხადებს: კალთაში ჩააძინა სამსონი დალილამ. იხმო კაცი და მისი თმის 7-ვე ნაწნავი მოაპარსინა. იწყო სამსონმა დაკნინება და გამოეცალა ძალა. თქვა დალილამ: ფილისტიმელები დაგესხნენ თავს სამსონ. გაიღვიძა და თქვა: წინანდებურად გავალ და დავიხსნი თავს. არ იცოდა რომ განშორდა უფალი. საჯულთა წიგნის მე-16 თავის მე-19-20 მუხლები. სამსონმა არ იცოდა რომ ცხებულება დაკარგა. სწორედ ამის გამო თქვა გულანთებულმა დავითმა ბერშებახთან შეცოდების შემდეგ: სუფთა გული შექმენი ჩემში ღმერთო და წრფელი სული განმიახლე. ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმინდა სულს ნუ წამართმევ. შენი ხსნის სიხარული დამიბრუნე და შენი დიდებული სულით გამამაგრე. ფსალმუნი 51, მუხლები მე-10-დან მე-12-ს ჩათვლით. დავითის გულითადი მოთქმა, მისი ვედრება იმას შეეხებოდა, რომ ღმერთს მისი ცხოვრებიდან ცხებულება არ წაეღო და კარგად იცოდა, რომ ეს ღვთის მიმართ ერთგულებასა და გამუდმებულ მორჩილებაში ცხოვრებაზე იყო დამოკიდებული. მოდი გავაგრძელოთ ცხებულების საკითხის გამოკვლევა და ვის ეძლეოდა ის. თავდაპირველად პავლეს განცხადებას გადავხედოთ, რომელიც ამ თავის დასაწყისში გამოვკვეთეთ. ის, ვინც თქვენთან ერთად გვაფუძნებს ქრისტეში და გვცხო ღმერთია. კორინთელთა მიმართ მეორე წერილის პირველი თავის 21 მუხლი. სიტყვა ცხებულება აქ მოცემულია ბერძნული სიტყვის ქრიო მეშვეობით. ეს ნიშნავს ადამიანის დადგენას გარკვეული დავალების შესასრულებლად, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ზებუნებრივი დამტკიცება, კურთხევა და ნიჭი. ცხება, დანიშვნა, დაყენება. აქ რამდენიმე საკვანძო სიტყვაა, რომელთა უგულვებელყოფა არ შეიძლება. დამტკიცება განიმარტება როგორც ზემდგომი ძალაუფლების ნებართვა ან მოწონება სამოქმედოდ. მარტივად რომ ვთქვათ, ცხებულება გახლავთ ღვთიური მოწონება სამოქმედოდ. იესო აცხადებს: უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო. ლუკას სახარების მე-4 თავის მე-18 მუხლი. ცხებულება იყო ღვთიური მოწონება იესოს მიმართ რაღაცის საკეთებლად. ასევე პეტრე მოციქული იგივე სტილით ამბობს: როგორც ხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკებისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან. საქმეთა წიგნის მე-10 თავის 38 მუხლი. ვიმეორებ, რომ ცხებულება სამოქმედოდაა. ბერძნული სიტყვის ქრიოს კიდევ ერთი საკვანძო კომპონენტი გახლავთ გამსაზღვრელი სიტყვები დანიშვნა ან დაყენება. ღვთისმსახურებაში ყოველთვის არსებობს გამოსაცდელი პერიოდი. მორჩილებაში ვიცდებით, სანამ დაგვაყენებენ ან გვცხებენ. მე-9 თავში მაიკის ამბის მოყოლისას ვახსენე მნიშვნელოვანი გამოცდის შესახებ, როცა ღმერთმა მას უკანასკნელი $200 გაღება სთხოვა. ჩემი დალიზას შემთხვევაში გამოცდა წიგნების წერის ღვთიური მითითებისადმი მიძღვნაში მდგომარეობდა მაშინ, როცა გამომცემლებს პირველი 2 წიგნიც კი არ აინტერესებდა და ზოგადად ხალხიც არ იყო მაინც და მაინც აღფრთოვანებული. იესომ არაერთხელ აღნიშნა: მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა. მათეს სახარების მე-20 თავის მე-16 მუხლი და 22 თავის მე-14 მუხლი. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მიუთითებს ყველა იმ ადამიანზე, ვინც მას ეკუთვნის. თითოეულ ჩვენგანს აქვს ღვთიური მოწოდება. თუმცა რჩეული დაყენებულს ნიშნავს და იესოს თანახმად ეს რიცხვი მცირეა. რატომ? არსებობს დამტკიცების პროცესი, რომელიც უნდა გაიაროთ. დაკვირვებით წაიკითხეთ ეს სიტყვები. მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელსი, რომელთა მიმართ წერილის მე-16 თავის მე-10 მუხლი. აპელსი გამოიცადა, რასაც ყველა გავივლით ჩვენი ხვედრისკენ მიმავალ გზაზე. მან ნამდვილად წარმატებით ჩააბარა გამოცდა და ამის გამო იყო არჩეული, ანუ დაყენებული. წმინდა წერილის პრინციპებიდან გამომდინარე ვიცით და თქმა არ გვჭირდება, რომ აპელსი ცხებული გახლდათ, რადგან მისი ნიჭი ღვთიური შეხებით კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ბევრმა თავად დაიდგინა თავი ვადაზე ადრე მისი რეალური მოწოდების სფეროში, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვესწრაფოდეთ საკუთარი ძალისხმევით დადგენას, არამედ ღვთიურ მოწონებას უნდა დაველოდოთ. ვინაიდან ის კი არ არის მოწონებული და მიღებული, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც უფალი უფლებამოსილებით აღჭურვავს და აქებს. კორინთელთა მიმართ მეორე წერილის მე-10 თავის მე-18 მუხლი. AMPC თარგმანი. მოდი ისევ მადლიერების დღის სადილს დავუბრუნდეთ. მინდოდა რომ ჩემს ოჯახსა და იქ მყოფ გუნდის წევრებს ცოდნოდათ, რომ გამუდმებული მორჩილება, სიმართლის სიყვარული და ურჯულოების შეძულება მნიშვნელოვანია ჩვენი მარადიული ხვედრის აღსრულებაში, რადგან ასეთი თანმიმდევრულობა ღვთიური ცხებულების მიღების პოზიციაში გვაყენებს.
როცა უკან ვიყურებით განვლილი ცხოვრებისკენ, ვხედავთ, რომ მე და ლიზა ღმერთს ძალიან რთულ ვითარებებში ვემორჩილებოდით. ხშირად ეს მორჩილება საზარალო და დამანგრეველიც კი ჩანდა ჩვენი ზრდის, კეთილდღეობის, პოპულარობისა და მრავალი სხვა პირადი სიკეთისთვის, რასაც მაშინ თავი ავარიდეთ. და მაინც, რაც მაშინ წაგებად გვეჩვენებოდა მოკლევადიანი გათვლით, დასასრულს საკვანძო მნიშვნელობის გამოდგა ჩვენი მარადიული ხვედრის მთავარი კარის გაღების საქმეში. ჩვენი დავალება. მოწოდებული ხართ ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, რწმენის დიდი გმირების ჩათვლით. სავარაუდოდ თქვენი მოწოდება ორგანიზებული ეკლესიის სფეროს არ მიეკუთვნება, რადგან ამ მიმართულებით მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანთა მცირე ჯგუფი შრომობს. თქვენ გაქვთ პრივილეგია იყოთ აღმატებული და გამოჩნდეთ ცხოვრების იმ სფეროში, სადაც წარგზავნილი ხართ. დანიელი გამოირჩეოდა ბაბილონის მთავრობაში, იხილეთ დანიელის მეექვსე თავის მესამე მუხლი. იოსებმა თავი გამოიჩინა ეგვიპტის დიდერში, იხილეთ დაბადების წიგნის 51 თავის 39 მუხლი. ფებემ თავი გამოიჩინა როგორც სახარების მსახურმა კენქრეში, იხილეთ რომაელთა მიმართ წერილის მე-16 თავის პირველი მუხლი. არც თქვენი მოწოდება განსხვავდება ჩამოთვლილისგან. თქვენ გამორჩეული ნიჭი გაქვთ. ღმერთმა ისეთი უნარები გიბოძათ, რაც თქვენი მისიის შესრულებისათვის გჭირდებათ. დავაკვირდეთ, რას ამბობს წერილი ბეცალელისა და მისი მუშაკების შესახებ. შეუდგნენ საქმეს ბეცალელი, ოჰოლიაბი და ყველა ოსტატი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება საწმიდარისათვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ. იხილეთ გამოსვლის 36 თავის პირველი მუხლი. ამ კაცებს არ მიეცათ მოსეს, აჰარონისა და მისი ძეების მსგავსად ღვთის სიტყვის ლაპარაკისა და ხალხის მსახურების ნიჭი. ღმერთმა მათ თავიანთი ხელებით კარვის აგებისათვის საჭირო უნარჩვევები უბოძა. თქვენს გაქვთ ღვთის კარვის აგებისათვის აუცილებელი უნარები, რომლებიც მაღლიდან მოგეცათ. თუმცა ეს საწმინდარი არ არის დამზადებული ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ძვირფასი ქვების, მაჩვის ტყავის, წმინდა სელის, აკაციის ხის ან სხვა მასალებისგან, რომლებიც ძველი აღთქმის კარვის ან იერუსალიმის ტაძრისთვის გამოიყენებოდა. დღეს ღვთის კარავი ცოცხალი ქვების, ადამიანებისაგან შენდება და ისინი ღვთის სამკვიდრებლად იგებიან. იხილეთ პეტრეს პირველი წერილის მეორე თავის მეხუთე მუხლი და ეფესელთა მიმართ წერილის მეორე თავის 20-დან 22 მუხლის ჩათვლით. თქვენ გაქვთ ღვთის სადიდებლად ხალხის აშენების ნიჭი. თქვენ გაქვთ გამრავლების ძალა. ჩვენ ღვთივბოძებული ნიჭების მნეები ვართ და მისი სურვილია, რომ მე და თქვენ ყველაფერი უკან დავუბრუნოთ გამრავლებული, რაც ამ ნიჭების მეშვეობით წარმოიშვა. გამრავლებისთვის აუცილებელია ვეძებოთ ზეციური სტრატეგიები. წინამძღოლებმა შეიძლება გვასწავლონ პრინციპები, მაგრამ ეს უნიკალური ზეციური სტრატეგიები პირადად უნდა მივიღოთ. ამას სახელმძღვანელოს მეშვეობით ვერ შეისწავლით და ვერც საკლასო ოთახში გაიგებთ. ჩვენ ლიდერებს მხოლოდ ის ზალგვიც, რომ მის საძიებლად და ღვთის ხმის მოსასმენად წაგახალისოთ. დაემორჩილეთ მას მაშინაც, როცა ეს უმნიშვნელოდ გეჩვენებათ. როგორც წესი, ბოლოს გამრავლებით სრულდება ის, რაც ერთი შეხედვით ტრივიალურია. გახსოვდეთ, რომ დოგვის მარცვალი ყველა თესლზე მცირეა, რომელიც უდიდეს ხედ გადაიქცევა. თქვენ გაამრავლებთ ინვესტირებით. ამას მრავალი ფორმა აქვს, მაგრამ როცა დავიწყებთ, კურთხევების მოსავალს მოვიმკით. თუ თესლი დაუთესავი, ანუ დაუბანდებელი დარჩა, მარტო იქნება, მაგრამ ინვესტიციისას დიდ მოსავალს მოიტანს. ერთხელაც მოვადრო, როცა არჩევნის წინაშე დადგებით, მოსავალი მოაგროვოთ, თუ ხელახლა გაუშვათ ბრუნვაში. არასოდეს შეწყვიტოთ დაბანდება. ეს ეფექტურობის მომდევნო საფეხურზე ასვლის გასაღებია. თქვენი კატალიზატორი მსახურება გახლავთ. თუ მსახურების გარდა სხვა მოტივით მოქმედებთ, იმ ადგილას დაასრულებთ, სადაც მოხვედრას არ ისურვებდით. შესაძლოა სხვების თვალში ძალზე წარმატებულად გამოიყურებოდეთ, მაგრამ შინაგანი ცეცხლისგან დაიცლებით. თქვენი ლამპარი თანდათან მიინავლება და ბოლოს მთლად ჩაქრება. მიუხედავად ამისა, მხნედ იყავით, უფალი არ ჩააქრობს მჟუტავ პატროხს. იგი გამუდმებით მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, რომ ეს ცეცხლი გააღვივოს. იხილეთ ესაიას 42 თავის მესამე მუხლი. რა სფეროშიც არ უნდა შრომობდეთ, ემსახურეთ ადამიანებს, გიყვარდეთ თვალთმაქცობის გარეშე და გაუძელით ნებისმიერ სირთულეს, რასაც შეხვდებით. ისურვეთ ცხებულება. ეს თქვენი გამამდიდრებელია. ის საშრომში ბიძგს მოგცემთ, რომ მარადიული მნიშვნელობა ჰქონდეს. ცხებულება ძალას შეგმატებთ და თქვენი მოღვაწეობის სფეროში გამორჩევის საშუალებას მოგცემთ. იგი გამოგყოფთ არა მარტო ქვეყნიერი ადამიანებისაგან, არამედ ეკლესიაში მყოფი მორწმუნეებისგანაც, რომლებიც ღვთივბოძებულ ნიჭს ეგოისტური ან ამ ქვეყნიური მიზნებისთვის იყენებენ. თქვენ რწმენა უნდა გქონდეთ. ეს ღვთისგან ბოძებული პოტენციალის გამრავლების ერთადერთი გზაა. რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის სათნოდ ყოფნა. ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავის მე-6 მუხლი. მის გასაზრდელად ღვთის სიტყვა უნდა ისმინოთ. წერილი გვეუბნება რწმენა მოსმენისგან, ხოლო მოსმენა ღვთის სიტყვისგან. რომელთა მიმართ წერილის მე-10 თავის მე-17 მუხლი.
სწორედ რომ მოსმენა და კიდევ ერთხელ მოსმენა დაამკვიდრებს ღვთის სიტყვას მყარად თქვენს გულში. ამიტომ გონივრული იქნება, თუ წინამდებარე წიგნს არაერთხელ გადაიკითხავთ. უბრალოდ არ წაიკითხოთ. გადადეთ წიგნი და იფიქრეთ, როგორ გამოიყენებთ ამოკითხულ ჭეშმარიტებებს ცხოვრებაში და შემდეგ შესაბამისად იმოქმედეთ. გაითავისეთ ამ წიგნში სისტემატიურად გადმოცემული ღვთის სიტყვა, რომ კითხვის მეშვეობით გულამდე ჩააღწიოს. იფიქრეთ მასზე და ილოცეთ იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ გამრავლებისთვის ხართ მოწოდებული თქვენს ირგვლივ არსებული მდგომარეობის მიუხედავად. გამრავლების აუცილებლობაში დარწმუნება თანდათან უფრო მეტად გაიზრდება თქვენში და დაძლევს გარემოებების კარნახს. და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ღმერთი თქვენს მხარესაა. იგი ამბობს, ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი. იერემიას 29:11 მუხლი. და კვლავ შთამბეჭდავი გზით გვეუბნებიან. ამაზე რაღა ვთქვათ, თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის ვინ საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განამასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს? რომელთა მიმართ წერილის მერვე თავის 31-32 მუხლები. მოусმინეთ ამ სიტყვებს და არა იმედის გამაცრუებელ განცხადებებს, რომლებიც ამ ქვეყნიერების ღმერთისგან მოდის, ვინც არის მთავარი ცილის მწამებელი და თავგზის ამბნეველი. თქვენი შემოქმედი მზრუნველი მამაა და მისი სურვილია წარმატებას მიაღწიოთ საშრომში, რისთვისაც მოგიწოდათ. მეც, როგორც ერთ-ერთი მამა რწმენაში, რომელმაც უკვე 60 წელს გადააბიჯა, თქვენს მხარეს ვარ. მოგიწოდებთ, რომ იმაზე შორს წახვიდეთ, ვიდრე მე და ჩემმა თაობამ მოვახერხეთ. ჩვენ ერთ მეფეს ვემსახურებით. ერთი სამეფოს მოქალაქეები ვართ. ერთი სახლეულის წევრები ვართ. ერთი რწმენა გვაქვს და ერთი მისია. ვაშენოთ ღვთის სახლი, რომელშიც იგი მარადიულად დამკვიდრდება. მოდი ერთად ვიშრომოთ. გავხდეთ ერთნი და შევინარჩუნოთ ეს ერთობა. კიდევ ვიხილოთ, როგორ ავსებს ღვთიური დიდებულება მის სამკვიდრებელს. ქვეყნიერების პრობლემებისგან სხვა გამოსავალი არ არსებობს. მიყვარხართ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მამა ღმერთს, მის ძეს, იესო ქრისტესა და სული წმინდას უყვარხართ. და ემათი სიყვარული მარადიულად დარჩეს თქვენზე. ხოლო ვისაც ძალუც დაგიცვათ დაცემისგან და უბიწონი წარგადგინოთ თავისი დიდების წინაშე სიხარულით, ერთადერთ ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, ყოველთა საუკუნეთა უწინარეს და ახლა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. იუდას წიგნის 24-25 მუხლები.